მოგესალმებით საყარელო გამომწერბო და არქისტუმრობო, ეხლა მინდა გავიკეთოთ გაშლა კლასიკური, მისი ფიქრი, ცნობა, მოქმედება. ვარიანტი გვექნება მხოლოდ ერთი, ასე რომ კარგად მოусმინეთ დახასიათებას და დავიწყოთ. რა ენერგიებში ხართ თქვენ? შინაგან ბრძოლებში ხართ, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით და ძალიან მკაცრ პოზიციებში ხართ, ძალიან გაბრაზებული ხართ და არაფრის კეთებას არ აპირებთ. ფიქრობთ ჭკვიანურად და მანიპულატიურად, როგორ შეატრიალოთ სიტუაცია, თქვენს სასიკეთოდ. აქაც ერთ წრეზე ტრიალებთ, რაღაცა ციკლური ურთიერთობაა. სადაც არის რაღაცა ესე ბარდნები, ხან კარგად, ხან ცუდად, რაღაცა შანსი, იმედი გაქვთ, რისი იმედი გაქვთ. რო თქვენ პოზიციას გაიტანთ და რაღაცა ამოძრავდება. თქვენ გინდათ ამ ადამიანთან. და ეხლა თითქოს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ ამის გამო, თქვენი თითქოს თქვენი ეგოიზმი რაღაცაში დაძლიეთ. და ახლებურად გინდათ გააკეთოთ რაღაც. არც ვისწავლეთ ემთხვევა. კარგად ყურებთ, ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია ეხლა. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რაღაცა ნიღბის ქვეშ არის, თითქოს ერთი შეხედვით და ცხოვრების წესიდან გამომდინარე ის რაც ჩანს, არის ძალიან სწორი, ტრადიციული, მაგრამ სინამდვილეში აქ მე ბევრ რაღაცა სუბუქ დამოკიდებულებას მიჩვენებენ და დიდ ეგოიზმს მიჩვენებენ. კონფლიქტური ადამიანია, შრომის მოყარე ადამიანია, წარმატებულია. ბევრი შანსები აქვს რაღაც არჩევანშია, რომელი შანსი აიღოს. ეხლა რაღაც მოლოდინშია, რაღაცა მისი მოლოდინი არ გამართლა სასიყვარულო ურთიერთობაში, ანუ აქვს დეპრესია, შეიძლება იყოს უძილო ღამეები, ნერვიულობა, უმადობა და ასე შემდეგ. ეს ეხება ქალს, იმპერატრიცას. ეს თქვენ ხართ თუ თქვენ არ ხართ? ეს თქვენ ხართ, თქვენ ხართ მისი საყვარელი ქალი, ორ ამპლუაში ამოხვედით აკან, შესაძლოა ვიღაცასთან გათამაშოს, რო არის სამკუთხედი, იყოს ერთი ოფიციალური, ერთი ფარული, მაგრამ საყვარელი. რომელი ხართ თქვენ თუ ასეა, თქვენ თვითონ იცით. ნახოთ ახლა მისი ფიქრი, რას ფიქრობს თქვენს. ფიქრობს, რომ ახლა არაფერი არ ხდება, ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისგან ჩაკეტილი, ვიღაცამ შეიძლება დაბლოკეთ კიდევაც და რაღაცა უნდა ახალი დასაწყისი. თვითონაც მკაცრ ენერგიებშია, მაგრამ მიდის ახლა ამ ენერგიებიდან და აღდგენა უნდა. წონის ფიქრობს რა გზას მიმართოს, ეხლა თითქოს მოქმედებაშია, მაგრამ ძალიან მალე დაიძრება თქვენსკენ დისტანცირებულები ხართ, აქ უნდა ადამიანს რომ თქვენთან დაბრუნდეს, როგორ ამიზნით და როგორ განვითარდება მოვლენები, ეგ სხვა თემა. მაგრამ ფიქრებში ეს არის. ნახოთ ახლა გრძნობები. გრძნობებში არის გაურკვევლობა, ნუ იცის რომ თქვენ უყვარხართ. თუმცა არის აგრესია, არის მანიპულაციები, არის სიმძიმე. თქვენ სტაბილურად ხართ მის გონებაში. აქ არის დიდი გრძნობა. და ეს ადამიანი იმუშავებს იმაზე, რომ ეს ემოცია მატერიაში გადაიყვანოს. ნახოთ ახლა მოქმედება, რა თქმა უნდა, ეს არ გათამაშდება, იმიტომ რომ გაშლა საჯაროა. მოქმედება ნახოთ. მოქმედებები აქ იქნება, მაგრამ იქნება რაღაც არასერიოზული, ინფანტილური, ნული არკანის სულელი, რაღაც სულელური მოქმედებები იქნება. გაღურებული მოქმედებები იქნება, იმპერატორული, ანუ ეგოისტური, მაგრამ აქ ძალიან კარგ ამბავს გახარებთ ძალიან მალე, რას ეხება ეს. ვიღაცასთან ხელის თხოვნაც იქნება აქ. ვიღაცას მოუნდება, რომ თქვენი გატეხილი გული რაღაცნაირად გაამთელოს.
და ნამდვილად უნდა რომ სამართლიანად მოგექცეთ. აქ მეგობრებო ძალიან კარგი პოზიცია მოვიდა. ნახოთ ვინ ხართ მისთვის. საყვარელი ქალი ხართ აქ ვისთანაც ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს. აი სასწაული მიზიდულობა აქვს. რომ თუნდოდეს თითქოს ვერ წყვიტავს თქვენზე ფიქრს, თქვენ მისი ოცნება ხართ, მისი ვარსკვლავი ხართ. მისი გრძნობების საწყისი ხართ, მისი დღესასწაული ხართ. აქ არაფერს აღარ დავამატებ, ძალიან კარგი პოზიცია მოვიდა. რა თქმა უნდა, ყველას ეს არ იქნება, ვისთანაც რეზონირდა, მომწერეთ. იმის მიუხედავად, რომ არის კონფლიქტები, გაუგებრობა შეიძლება გადაწყვეტილებულიც იყოთ, ადამიანისთვის ხართ ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ, კონკრეტულად თქვენი სიტუაციის განსახილველად კი მომწერეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე, მომწერეთ ვიბერზე ან WhatsApp-ზე. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა ყველას ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და გამოწერებისთვის.